საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. 2024 წლის პირველი 4 თვის მონაცემების გათვალისწინებით გლობალური ფინანსური ინსტიტუტის ვარაუდია, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლომდე 7.2%-ით გაიზრდება. ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას 2 კვირის განმავლობაში იკვლევდა. გაუმჯობესებული პროგნოზის ძირითად ფაქტორებს შორის გაძლიერებული ეკონომიკური აქტივობა, აღდგენილი ტურიზმი და დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრების ახალდება. შიდა და გარე გამოწვევების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას და ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობას. გაიცა რამდენიმე რეკომენდაციაც, მათ შორის მისია ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს სავალუტო რეზერვების შევსებაზე ზრუნვა აქტიურად განაგრძოს. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საკუთარი პროგნოზი ზრდის მიმართულებით შეცვალა. ეს ინფორმაცია დღეს IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. ალეხანდრო ჰაჟდენბერგის განცხადებით, საქართველოში შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. ქვეყანას აქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ამიტომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტადაც გაზარდოს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც IMF-ის წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება, ინფლაციაა. ჰაჟდენბერგის თქმით, მართალია ბოლო პერიოდში სურსათი გაძვირდა, თუმცა ინფლაციის დონე კვლავ 3.3%-იან მაჩვენებელთან ნარჩუნდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობა სების მთავარი ფუნქციაა, რაზეც მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით კი, სამინისტროსა და საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა წარმატებულ ფისკალურ პოლიტიკას აწარმოებს. საქართველოს ეკონომიკა მაკროგამძლეობით გამოირჩევა. ადგილობრივი, გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 9.4%-მდე გაიზარდა, რაც ძლიერი მოხმარების, შემომავალი ტურიზმის, IT და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს ეკონომიკა დაახლოებით 7.3%-ით გაიზარდება. საქართველოს ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს. ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო, მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა იმატა. გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კუთხით. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია მოგეხსენებათ არის ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობა და ამ კუთხით საკმაოდ ესეთი დადებითი შეფასებები მივიღეთ, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას. ეკონომიკური ზრდასთან მიმართებაში წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6%, გაიზარდა 7.2%-მდე. ასევე საბიუჯეტო დეფიციტთან მიმართებაში, რომელიც გვაქვს დაახლოებით 2.4-2.5%-ის პარგლებში, ჩვენი პროგნოზიც და ფონდის პროგნოზიც ამ ნაწილში სრულად თანხვედრაშია და ასევე ვალთან მიმართებაში, მთავრობის ვალთან მიმართებაში, რომელიც იცით რომ გასულ წელს 36%-მდე შემცირდა. ერთობლივად ვფიქრობთ, რომ ვალის ეს დონე ქვეყანას შეინარჩუნებს და უფრო მეტად კლების, ასე ვთქვათ, ტენდენცია იქნება. გლობალური სავაჭრო წნეხი, რუსეთ-უკრაინის ომი, შიდა პოლიტიკური ვითარება და სანქციები. ეს ის რისკებია, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე გავლენის მხრივ დაინახა. თუმცა, როგორც ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განმარტა, ყველა ამ რისკის დაძლევა შესაძლებელია, ვინაიდან ქვეყანას საკმაოდ ძლიერი ფისკალური ბუფერები გააჩნია. ამასთან IMF-ის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხელისუფლებამ კვლავ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის ტემპი და ეს ზრდა მეტად ინკლუზიური გახდეს. ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ძლიერი ეკონომიკური შედეგებისა, რაც აუმჯობესებს სულადობრივ მუშიპოს, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი, მაგრამ ნიშნული მაინც არსებობს. ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინკლუზიურობისთვის სტრუქტურული რეფორმები აუცილებელია. საქართველოს წინაშე არსებობს გამოწვევები უმუშევრობის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული წვეტების გათვალისწინებით. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს საერთაშორისო რეზერვების შევსება. ეს არის კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჰქონდა. ამის საპასუხოდ ნათია თურნავამ განმარტა, რომ ცენტრალური ბანკის პოლიტიკა სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ რეზერვები გაზარდოს და ამ მხრივ ეროვნულ ბანკს წინა წელთან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებლებიც აქვს.
ერთი სფერო, რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ეროვნულ ბანკში, რაც ადრე ადეკვატურზე ნაკლები იყო, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო. ქვეყნის მდგომარეობა ძალიან ძლიერია, შენარჩუნდა ბიუჯეტის მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო და წელსაც იქნება, ბიუჯეტის დეფიციტი მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდება. საერთაშორისო რეზერვების შევსების აუცილებლობა ეს ამოცანა არის და კვლავაც დარჩება ჩვენი მთავარი საზრუნავი, რათა გავზარდოთ ადეკვატურობის დონე. დღეის მონაცემებით ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების ოდენობას უკვე ბევრად ვაჭარბებთ და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში თითქმის 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ხელისუფლებაში, ასევე ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აცხადებენ, ისინი მზად არიან თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელონ.